და აი როგორ ხდება ახლა ეს სულიერი განვითარება. რა არის აქ არსობითი და მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ფაზა, რომელსაც თუ არ გაივლის ადამიანის საკუთარ თავში, ვერასდროს ვერ მივა სულიერების სიმაღლეებს. ეს არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე. ეს არის საკუთარი თავის შემეცნი. აი, ფსიქოლოგიაში ამას უწოდებენ ინტროსპექციას. საკუთარ თავზე დაკვირვება. შენს ცნობიერებაზე დაკვირვება. ვინ ხარ შენ საბოლოო ჯამში? როგორი ადამიანი ხარ? რა სურვილები გაგაჩნია? რა მისწრაფებები გაგაჩნია? რა გეგმები გაგაჩნია? რა დამოკიდებულება გაგაჩნია ადამიანებთან მიმართებით? რა გრძნობებით ხარ მათთან გამსჭვალული? და როდესაც მოქმედებ, წვილმანებშიც კი, რატომ აღასრულებ ამა თუ იმ ქმედებას? თუნდაც სიკეთეს აღასრულებდე, რატომ აკეთებ ამ სიკეთეს? აი ამ ყველაფრის შინაგანი, დაკვირვებით ინტროსპექციული პროცესი უნდა აღასრულო, რომ შენს ქცევას, შენს განწყობებს დააკვირდე და გაიგო რეალურად როგორი ადამიანი ხარ და ვინ ხარ და რატომ ხარ ასე მომართული, რომ ისე იცხოვრო, როგორც ცხოვრობ.